აჭარის რევოლუციიდან 9 წელი გავიდა. თბილისში ვარდების რევოლუციას გამოძახილი მაისის თვეში აჭარაში მოყვა. ცენტრსა და ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ღია დაპირისპირებამ კულმინაციას 6 მაისს მიაღწია, რაც ავტონომიურ რესპუბლიკაში მმართველობის შეცვლით დასრულდა. 2004 წლის 6 მაისს ასლან აბაშიძემ ბათუმი დატოვა, თუმცა 9 წლის შემდეგ შესაძლოა თარიღი რეგიონში აღარ აღინიშნოს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აკაკი ძნელაძე მიიჩნევს, რომ ეს არ ყოფილა ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც აუცილებლად უნდა აღინიშნებოდეს. ისტორიკოსებისა და საზოგადოების შეფასებები მომხდართან დაკავშირებით იხილეთ ჩვენს მთავარ გამოშვებაში. ასლანი წავიდა და რაღაცით გათავისუფლდა აჭარა რაღაცისაგან. თუ წავიდა ერთი პატარა პირობითად ვამბობ დიქტატორი, მოვიდა ძალიან დიდი მასშტაბის დიქტატორი, ასე რომ ერთი ჩაინაცვლა მეორეს. 6 მაისის აღნიშვნა ამ ხაზით ყოვლად მიუღებელია, ყოვლად მიუღებელი. იმიტომ ჩვენ თუ ვიყავით ვიღაცის ხელში, ჩვენ ვიყავით ყოველთვის ჩვენი უცოდინარობის ხელში. თუ ეს აწი გაგრძელდა კიდე მომავალში, ძალიან ცუდი იქნება.